მალე USDT ევროპიდან გაქრება და რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის და ჩემთვის, როგორც ტრეიდერისთვის და ინვესტორისთვის. მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ USDT მალე უკვე ევროპიდან გაქრება, ანუ აღარ იარსებებს, ევროპაში აღარ იქნება, ესე ვთქვათ, USDT-ზე ვაჭრობა შესაძლებელი და რა იქნება USDT-ის მაგივრად და რატომ ხდება საერთოდ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ანუ ყველა ვიცით, რომ USDT არის აზიური და USDC არის ამერიკული. ანუ ეს ორი კოინი არის სტეიბლ კოინები, რომლის საშუალებითაც შეგიძლია იყიდო ან გაყიდო სხვადასხვა კოინები. შენ შეგიძლია USDT ბიტკოინი იყიდო და ასევე შეგიძლია USDT იყიდო ბიტკოინი ან სხვადასხვა ალტკოინები. რაც შეეხება ამ აზიურს და ამერიკოს, ჩემი აზრით, ეს ხდება, ესე ვთქვათ, ამერიკის და აზიის, ესე ვთქვათ, ეკონომიკური ომის ფონზე, რაც ტრამპი მოვიდა, მან თქვა, რომ America first, ანუ ამერიკა იქნება პირველი ყველაფერში. ეს რა თქმა უნდა ნორმალურიც არის, იმიტომ რომ შენ თუ მოდიხარ რომელიმე ქვეყნის სათავეში, ანუ შენი ქვეყნის სათავეში და ხარ პატრიოტი და გინდა შენი ქვეყნის წინსვლა, რა თქმა უნდა პირველ ადგილზე უნდა დააყენო ის და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ზუსტად მაგიტომ ხდება. ევროპაში უკვე აღარ იქნება USDT, ეს ნიუსები უკვე მივიღე მეც ჩემ ბროკერისგან იმეილით და რას ნიშნავს ეს ყველაფერი აზიისთვის? სიმართლე მოგითხრათ, ევროპა აზიისთვის არც თუ ისე დიდი ბაზარი არ არის, რა თქმა უნდა არის სოლიდური ბაზარი, მაგრამ არც თუ ისე დიდი, არც თუ ისე დიდი როგორც მაგალითად ამერიკა არის, ხო? რო გადახედეს, თვითონ ევროპაში ყავთ მარტო 60 მილიონამდე მომხმარებელი. რაც არც თუ ისე ბევრი არ არის ამერიკასთან შედარებით, ხო? ანუ ეს მათთვის ეს ანუ ევროპაში USDT-ს დალისვა, რა თქმა უნდა, არც თუ ისე სასიამოვნო არის მათთვის, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ისეთ დიდ დარტყმას, როგორც მაგალითად იქნება თუ ამერიკაშიც შეზღუდეს USDT. ჩემი აზრით, ამერიკაში შეზღუდავენ USDT-ს, იმიტომ რომ USDT არის ამერიკული და ყველა სურს, რა თქმა უნდა, რომ USDT-ზე იყოს ვაჭრობა შესაძლებელი. ნუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის და შენთვის, როგორც ტრეიდერისთვის. ან ინვესტორისთვის. მე რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩემ ტრეიდერს ვიღებ ხოლმე USDT-ზე. ჩვენ მოგვახსენება, რომ შენ როცა ვაჭრობ ფიუჩერებზე, შეგიძლია ივაჭრო ბიტკოინით, შეგიძლია ივაჭრო ეთერიუმით ან სხვადასხვა კოინებით. რას გულისხმობ მე ამ ყველაფრით, შენ შეგიძლია იყიდო ბიტკოინით, მაგალითად Cardano, ანუ ამ პერებში ვაჭრო, შენ გქონდეს ბიტკოინი ნაყიდი, ბიტკოინით შეხვიდე დაიყიდო Cardano და ამ Cardano რო აიწევს და შენ გაყიდი Cardano-ს, ისე ბიტკოინებში გაყიდო და შენი ბიტკოინების რაოდენობა მოიმატებს, ან შეგიძლია უბრალოდ USDT ვაჭრო, რასაც ყოველთვის მე ვაკეთებ, მე შევდივარ დოლარებით და გამოვდივარ დოლარებთან, შევდივარ USDT, გამოვდივარ USDT. თუ ამერიკაშიც მოხდა ისე, რომ შეზღუდეს USDT და იყო მხოლოდ USDT, USDT-ზე აღარ იქნება, ესე ვთქვათ, საერთოდ ვოლიუმი, აღარ იქნება ლიკვიდობა და ყველა ინვესტიცია და ყველა ტრეიდი გადაინაცვლებს USDT-ზე. ასევე მოდის ესეთი ფიქრები და ესეთი, ყველა ნერვიულობს იმაზე, რომ აი მე USDT მაქვს მაგალითად ეთერიუმი ნაყიდი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის და ისინი ნერვიულობენ და მათ გონიათ, რომ ეთერიუმი ისე უნდა გაყიდონ USDT-ზე, გადაცვალონ USDT-ზე და მე ისე ვიყიდონ, ესე ვთქვათ, ეთერიუმი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენ გაქვს ეთერიუმი ნაყიდი, არ აქვს მნიშვნელობა შენ ეს იყიდე USDT თუ ვაშლით თუ მსხალით, არანაირი მნიშვნელობა არ გაქვს, შენ გაქვს ეთერიუმი. ეს ეთერიუმი შენ შეგიძლია გადაცვალო სადრაზეც გინდა. გინდა ბიტკოინზე გადაცვლი, გინდა USDT-ზე გადაცვლი, გინდა USDT-ზე გადაცვლი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვაქვს ანერვილო თუ შენ ესე ვთქვათ რაიმე coins flop, რომელიც გაქვს ნაყიდი, ან USDT, ან USDT. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ლიკვიდობა შეიცვლება, USDT-ზე აღარ იქნება საკმარისი ლიკვიდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის, როგორც ტრეიდერებისთვის, ჩვენთვის მაგალითად საინტერესო აღარ იქნება USDT-ზე ვაჭრობა და მე გადავინაცვლებ USDT-ზე. არც ჩემთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ის უნდა ვიცოდეთ, რომ ჩარტებზე მაგალითად, ახლა თუ მე განვიხილავ Bitcoin USDT-ს, ჩარტებიც უნდა შევცვალო და ჩარტები უნდა იყოს Bitcoin USDC Bybit-ზე, იმიტომ რომ ყოველთვის განსხვავება არის ხოლმე, გააჩნია შენ რომელ exchange-ზე და საიტზე ვაჭრობ, ყოველთვის განსხვავება არის ხოლმე, იმიტომ რომ სხვადასხვა საიტზე Bitcoin სხვადასხვა ფასი აქვს, ასევე სხვადასხვა ეთერიუმს. Bitcoin-ს აქვს, არ ვიცი ისოდით თუ არა, მაგრამ Bitcoin-ს აქვს 100,000 სხვადასხვა ფასი, იმიტომ რომ ყველა exchange-ზე Bitcoin-ი
იყიდება სხვადასხვა ფასად, ანუ ეს არის მიწოდებაზე და მოთხოვნაზე. აი მაგალითად თუ ავიღოთ Tesla-ს აქციები, ანუ საერთოდ სხვადასხვა კომპანიების აქციები, სადაც არ უნდა ივაჭრო, ყველგან ერთი და იგივე ფასი აქვს, მაგალითად Tesla-ს აქციებს, Apple-ის აქციებს და ასე შემდეგ. მაგრამ შენ რო სხვადასხვა exchange-ზე და ბროკერზე ყიდულობ ან ყიდი Bitcoin-ს, ყოველთვის სხვადასხვა ფასად ყიდულობ და ყიდი, ანუ ამ ყოველთვის Bitcoin-ს აქვს სხვადასხვა ფასი. ამიტომ უნდა შევცვალოთ ხოლმე ჩვენ trading views-ებს, ჩვენი ჩარტები, რათა ორდერებს რო გადავიტანთ ხოლმე ესე ვთქვათ exchange-ზე ან ბროკერზე, ეს ყველაფერი არ შეგვეშალოს. გადავიდეთ ახლა კიდევ ჩარტებზე, კიდევ საინტერესო ესე ვთქვათ ჩარტი მაქვს აქ Bitcoin-ის და Bitcoin-ის მეთქი, USDT-ს და USDC-ს market cap-ი, ანუ ეს ლურჯი არის USDT და USDC არის ეს ვარდისფერი და ჩვენ ხედავთ თუ როგორ იწევს ის დომინაციაში და როგორ ასწრებს USDT-ს, ანუ USDC არის ეს ვარდისფერი და USDT არის ეს ლურჯი. თუ თქვენ მაგალითად ახლა დიდი რაოდენობის USDT გაქვთ, ესე ვთქვათ, თქვენ exchange-ებში შეიძლება იყოს exchange ან ბროკერი, არ აქვს მნიშვნელობა, ან შეიძლება რაიმე კოინები გაქვთ ნაყედი და ასე შემდეგ, არანაირი სანერვიულო ჯერჯერობით არ გვაქვს, იმიტომ რომ აუცილებლად თქვენი exchange და ბროკერი აუცილებლად გამოგიგზავნით email-ს და გაგაფრთხილებთ. მე Bybit-ისგან ჯერ არაფერი არ მიმიღია, მაგრამ ბროკერებისგან უკვე მივიღე email-ი. აუცილებლად გაგაფრთხილებენ და თუ მაგალითად ეგეც ვერ მოასწარით და ვერ გაიგეთ, ეს ყველაფერი უბრალოდ თქვენი, ჩემი აზრით, თქვენი აკაუნტიდან არ გაქრება და ისინი უბრალოდ გააკეთებენ ავტომატურად swaps, თუ თქვენ გქონათ მაგალითად USD team მხოლოდ თქვენ აკაუნტში, ის გადაიცვლება და უბრალოდ გახდება USDC. ჯერჯერობით კიდევ ერთხელ ვამბობ, სანერვიულო არაფერი არის, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ხშირად მოსდევს ხოლმე პანიკა, მაგრამ პანიკა არ არის საჭირო, ანუ არ გავაკეთოთ სიგიჟე რაღაცები, არ გავყიდოთ ჩვენი კოინები და არ ვიფიქროთ, რომ აუცილებლად უნდა გადავიტანოთ USDC-ზე და შემდეგ ისე ვიყიდოთ ეს კოინები, არა, უბრალოდ ყველაფერი იყოს. თუ რაიმე კოინები გაქვთ ნაყედი, თქვენთვის არაფერი არ იცვლება, უბრალოდ კოინებს რო გაყიდით, USDT-ში ვეღარ გაყიდით და გაყიდით უბრალოდ USDC-ში. არ გავაკეთოთ თანაირი სისულელე, დავალოდოთ უბრალოდ exchange-ებს და ბროკერებს, როცა მოგწერთ email-ს და უბრალოდ მიყევით მათ ინსტრუქციებს და თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, უბრალოდ მისწერეთ მათ support-ს. სულ ეს იყო მეგობრებო, ეს იყო ვიდეო, სადაც გაგაფრთხილეთ, რომ მალე, ესე ვთქვათ, შესაძლებელი იქნება, ჯერ რა თქმა უნდა, ყველაფერი 100% არ არის დაზუსტებული, მაგრამ ამერიკამაც უნდა გადაწყვიტოს და ჩემი აზრით, ამერიკაც ზუსტად იგივეს გააკეთებს, რაც ევროპამ გააკეთა, იმიტომ რომ ეს მათ ინტერესებში ჯდება. თუ არ გააკეთა კიდე არც იქ არ არის ჩემთვის პრობლემა, ისევ დავრჩები და ვივაჭრებ USDT-ზე, მაგრამ ეს არის ესე ვთქვათ, ერთგვარი გაფრთხილება, რათა არ გამოგრჩეთ და თუ თქვენმა ესე ვთქვათ, exchange-მა ან ბროკერმა გამოგიგზავნოთ ისეთი email-ი, რომ ისინი დალისტავენ USDT-ს, თქვენ დროულად მოახდინოთ ესე ვთქვათ, რეაგირება და დროულად გააკეთოთ ის, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეგექმნათ.